ჯეფ დენიელსის სულელის და კიდევ უფრო სულელის როლებს კიდევ ერთხელ მოირგებენ. ნოემბერში 1994 წლის ცნობილი კომედიის სიკველის პრემიერა შედგება. სიუჟეტი კვლავ ჰარისა და ლოიდის ირგვლივ ვითარდება, რომლებიც ჰარის შვილის სანახავად მიდიან და სწორედ აქ იწყება ახალი თავგადასავალიც. ფილმის ტრეილერი უკვე გამოქვეყნდა და ის 20 მილიონამდე ადამიანმა ნახა. ფილმში შენარჩუნებულია მთავარი რეკვიზიტი, ძაღლის მანქანა, რომლითაც ჰარი და ლოიდი ახალ თავგადასავალს იწყებენ. ფილმის რეჟისორები კვლავ ბობ და პიტერ ფარელები არიან. ფილმის პირველმა ნაწილმა შემქმნელებს მსოფლიოს მასშტაბით 200 მილიონზე მეტი დოლარი მოუტანა. ტექნოლოგიური გიგანტი Google-ის Street Art-ის შემსრულებლებს უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს. ხშირად არის შემთხვევები, როდესაც ქუჩის მხატვრების ნამუშევრები შენობებიდან ქრება, იშლება ან უბრალოდ ხალხი მის ნახვას ვერ ასწრებს. სწორედ ამიტომ Google-ის მომხმარებელი, რომელიც 3D-ში ქუჩების ნახვის სერვისს იყენებს, ყველა იმ შესრულებას ნახავს, რომლის ნახვის საშუალებაც აქამდე არ ჰქონდა. Google-მა ბაზაში უკვე 5000-ზე მეტი ნამუშევარი შეიყვანა. კომპანიას მასალები მსოფლიოს 15 ქვეყნიდან მიეწოდეს. თუმცა Google ამ რაოდენობაზე შეჩერებას არ აპირებს და Street Art-ის განვითარებისთვის მხატვრებს თავიანთი ნამუშევრების გაგზავნას თხოვს. Two sisters. Bringing you here was surprise number 1. I'm getting married. გასეირნება მზეზე ახალი მიუზიკლია, რომელიც ორი დის ისტორიას ასახავს. მათ ზაფხულის არდადეგებზე ერთი და იგივე მამაკაცი უყვარდებათ. ფილმის სიუჟეტი იტალიაში ვითარდება, სადაც ტეილორი დის ქორწილში ჩადის და როგორც ირკვევა სიძე მისი ბავშვობის სიყვარული, იტალიელი რაფია. ფილმში ბრიტანული X-Factor-ის გამარჯვებულის ლეონა ლიუსის სამსახიობო დებიუტით შედგა. მან დების უახლოესი მეგობრის როლი წარმატებით მოირგო. ფილმის რეჟისორები მაქს გიუა და დანია პასკუინი არიან. საუნდტრეკებად ფილმში 1990-იანი წლების ჰიტებია გამოყენებული. გასეირნება მზეზე მსოფლიოს კინოეკრანებზე ივნისის ბოლოს გამოდის. გლასტონბერის ცნობილი მუსიკალური ფესტივალი 25 ივნისს ოფიციალურად გაიხსნება. უკვე ცნობილია იმ მომღერლების და ჯგუფების სიაც, რომლებიც ბრიტანეთის ყველაზე პოპულარულ მუსიკალურ ფესტივალზე გამოვლენ. მათ შორის არიან ბლონდი, ბრაიან ფერი, ლანა დელ რეი, ჯეკ უაითი, ლილი ალენი, მია, ბლეკ კისი და სხვა. მეტი ინფორმაციისთვის თქვენ შეგიძლიათ Apple Store-დან გადმოწეროთ Glastonbury 2014-ის აპლიკაცია და დეტალურად მიიღოთ სცენების განლაგების და თეატრალური დადგმების ჩატარების ადგილები. Glastonbury-ის თანამედროვე წარმოდგენითი ხელოვნების ფესტივალი 9 აკრ ფართობზე 1970 წლიდან ჯიმი ჰენდრიქსის გარდაცვალების მეორე დღიდან იმართება და მას ყოველწლიურად 100,000-ზე მეტი მსმენელი ესწრება. იზრდება ასევე გამომსვლელების რიცხვიც. Glastonbury 4 დღიანია და ის 29 ივნისს დასრულდება. მსოფლიო ჩემპიონატი არა მარტო სპორტის მოყვარულებისთვისაა აქტუალური. ამ თემატიკაზე წელს არაერთი კლიპი თუ სარეკლამო რგოლი გადაიღეს. უყურადღებოთ არ დარჩენილა მხატვარი რედ ჰონგიც, რომელმაც ბურთით რამდენიმე საათში მესის, ნეიმარის და კრისტიანო რონალდუს პორტრეტები 6 ფერში დახატა. მალაიზიელი მხატვარი საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს. მისი ერთ-ერთი ნახატი რამდენიმე მილიონებიც კი გაიყიდა. Hopped up and down during his opening number. He's Australian and so are the kangaroos, so maybe that explains it. ამერიკაში მთავარი თეატრალური პრემიის ტონის გადაცემის ცერემონია ჩატარდა. წლის საუკეთესო სპექტაკლად All the Way დასახელდა. მაშინ მთავარი როლის შემსრულებელი ბრაიან კრესტონი კი წლის საუკეთესო თეატრალურ მსახიობად აღიარეს. საუკეთესო ქალის როლისთვის ჯილდო მსახიობმა ოდრი მაკდონალდმა მიიღო, რომელმაც სპექტაკლ Lady Day at Emerson's Bar and Grill-ში შეასრულა მთავარი როლი. საუკეთესო განახლებულ სპექტაკლად A Raisin in the Sun დასახელდა, რომელშიც მთავარი როლი მსახიობმა დენზელ ვაშინგტონმა შეასრულა. ხოლო ნომინაციაში საუკეთესო მიუზიკლი გამარჯვებული A Gentleman's Guide to Love and Murder გახდა. ტონის დაჯილდოება ჰიუ ჯეკმანს მიყავდა, რომელმაც შოუს დროს რამდენიმე მუსიკალური ნომერით შეასრულა.